მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით 5-დან 11 მაისამდე. აი რა დაიწყება, რა განვითარება მიეცემა თქვენს ცხოვრებაში, თქვენს თითოეულ სფეროს. მოდით ვნახოთ, ხო? და სანამ ესე იგი დღეს კვირა და კვირადღეს ანგელოზები დაგვეხმარებიან ამაში, რომ განვითარებას მიეცეს, სწორ განვითარებაში წავიდეს. რეალიზაცია მოხდეს ფინანსებზე, ურთიერთობაში, კარიერაში და ასე შემდეგ. და მინდა კიდე ერთი ესეთი რაღაცა გითხრათ. უკვე ნეგატივი მოდის დამახრჩო. უკაცრავად პატარა კომენტარს გავაკეთებ. აქ ძველმა გამომწერებმა იციან, რომ თანხა თითოეული ლარიც უნდა დაირიცხოს გამოსასყიდი, ანუ ენერგეტიკის გაცვლები, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ანგარიშის ნომერზე. ახალი გამომწერი ვიცი და ბანკომატიდან რიცხავთ და ნუ რიცხავთ ჩემს ტელეფონის ნომერზე. არ მესაჭიროება საყვარელო თუ ჩუქნი ფულს, მაშინ ვიხუმრებ და კარგად მაჩუქე და თუ არა და მაშინ გამოსასყიდი არ ჩაგეთვლებათ არავის ახალო გამომწერებო, იცოდეთ. ეს არ არის ენერგეტიკების გაცვლა, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ანგარიშის ნომერზე უნდა მოხდეს. მომწერეთ ტელეფონის ნომერზე, WhatsApp-ზე ან ისე მომწერეთ და მე ჩაგიგდებთ ჩემს ანგარიშის ნომერს და დარიცხეთ იქ. იმიტომ რომ მე ამ თანხებით ვყიდულობ სანთლებს, ვყიდულობ მასალებს მაგიურ სისტემაში, რომ ისევ თქვენ ჩაგიტაროთ რიტუალები და დაგეხმაროთ. თხოვნა იქნება, რომ აღარ ჩარიცხოთ ტელეფონის ნომერზე. ნუ დაგეზარებათ ანგარიშის ნომრის აკრეფა, თუნდაც ბანკომატიდან. თუ გინდათ, რომ ჩაგეთვალოთ გამოსასყიდად. თუ არა და ვინც მჩუქნით, მადლობა მაშინ. მოდით დავიწყოთ. ჯერ 5 რიცხვიდან. ნუ ამოვარდა და მოდი დავტოვოთ და მერე გავაგრძელებ, ხო? გასაგებია. აქ თქვენ გაქვთ ბრძოლა მიმდინარეობს. რაში იცით? ანუ მამაკაცებო თქვენს გეხებათ. ბრძოლა მიმდინარეობს, ასე დავარქვათ, ბნელ და შავ მაგიას შორის და თქვენს შორის. თქვენს ჩასაფრებულები არიან თქვენს ნაბიჯებზე, თქვენს თითოეულ მოქმედებაზე. ვიღაცას გინდათ გადასვლა ან რაღაცა რაც ბორბლებზე დადის შესყიდვა, შეიძლება მანქანის გამოცვლა, გინდათ ელოდებით გზიდან და რაღაცა ცოტა შეჩერებული იყო, პრობლემატორი სისტემები შეიქმნა, ან ელოდებით ვინმეს რომ ჩამოვიდეს საზღვარგარეთ, ან თქვენ ჩამოხვედით, მიხვდით ხო? და მოკლედ გადაადგილება არის სიშორეს ეხება. და აქ პრობლემა შეიქმნა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გებრძვიან, ჩემო კარგო, რომ ეს ყველაფერი კონტროლში ყავხართ, იცოდეთ, თქვენი მტრები ჯერჯერობით არ ჩერდებიან და პირიქით გააქტიურდნენ, იმიტომ რომ ვინც ჩემს რიტუალებს უყურებს, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის ჩემი რიტუალები, იმათ ეხებათ მიდის, იცით რა არის, მტერი აქტიურდება, იმიტომ რომ მტერს მე რო ვეხები, იგივე დაცვებს ვუხსნი მე მაგათ, ხო? იმიტომ ვამბობ სულ, რომ გაიკეთეთ, დაიყენეთ დაცვები, ისევე ჩემი დაცვები. ხო, მერე აქეთ არის რომ ოჯახური ურთიერთობა, ვისაც ესე იგი ცოლ-ქმრული ერთად ცხოვრობთ, ხო? boyfriends რო ეძახიან ეხლა გოგო ბიჭები, ხო? აქ მიდის თქვენი ახალი განვითარება ურთიერთობაში, ასევე მიდის განვითარება, აი სახლის აშენება,
მოწყობაში, შეიძლება ავეჯი გინდათ იყიდოთ, თუნდაც შეცვალოთ რაღაცა პროგრესია, გააგრძელეთ ესე, არ დანებდეთ. აი აქ ზუსტად რომ ზურგიდან გებრძვიან ქალბატონებო, თქვენს მამაკაცზე ურთიერთობაში და აი ეს ეშმაკი აი აქ ზის, მიხვდით? იქნება აუცილებლად შეიძლება მოგზაურობდით და ამაშიც ხელი გქონდათ შეშლილი ხო? ადრე უფრო კარგად გამოგდიოდათ, ეხლა კიდე შეფერხებები გაქვთ. აუცილებლად გექნებათ გადაადგილება, აუცილებლად მიმდინარეობს. დიდ ნახტომს გააკეთებთ, მინდა გითხრათ და ახალ ნაბიჯებს გადადგავთ. ძალიან კარგი. უპრობლემოდ, აი როგორც ადრე გამოგდიოდათ, ისე გადადგავთ ახალ ნაბიჯებს. აბა აქ რა დაჯდა თვითონ? სიყვარულის ახსნა, შეიძლება ახალი ნაცნობობაც იყოს, არ გამოვრიცხავ. კი, ახალი ნაცნობობა გოგოებში და ბიჭებშიც სიყვარული ამოდის, ხელის თხოვნა, ანუ იმის თხოვნა შეთანხმება რომ ან ერთად იცხოვროთ უკვე ერთ ჭერქვეშ, მიხვდით? თუნდაც ისე უბრალოდ მეგობრული სისტემით, ბოიფრენდული სისტემით, ხო? მაგრამ აქ ჩანს რომ გაოფიციალურება ჩანს. შერიგება ჩანს, ეს უკვე სიყვარულს ეხება და ურთიერთობას, წინსვლა ჩანს, ესე იგი რა განვითარე, რას მიეცემა ხო განვითარება 5 მაისიდან. ხო, ძალიან კარგი. აქ მერე გენაცვალე, აი ნამდვილად, ესე იგი ვინც ეკლესიაში დადიხართ და ხო, უფალს ეთაყვანებით, ნამდვილად შეისმინა თქვენი ვედრება, რასთან დაკავშირებით რომ ნახტომი გააკეთოთ სიყვარულში, ოჯახში და ასევე არის აქ ჯვრისწერა ან ნათლობა არის, ნათლობა. აი ზუსტად ნათლობა შეიძლება იყოს. არის კიდე რომ გეუბნებათ სამყარო რომ მალე გამოგისწორდებათ ის ჩანაფიქრი, გამოგისწორდებათ როგორ გზას მიეცემა და წინწავა ის თქვენი აი ყველაზე სასურველი ჩანაფიქრი, რაც აქამდე არ აღსრულებიათ და მიეცემა წინსვლას, აბსოლუტურად მიეცემა წინსვლას. კარგით, აბა კიდე ერთი დავამატო და ნამდვილად კი, იცით რა არის აქ სახეები გამოჩნდება, იმ პიროვნებების სახეები გამოჩნდება, ესე იგი თქვენზე რო კოპირებას აკეთებდნენ, თქვენნაირად რო იქცევა ხალხი, თუნდაც თანამშრომლები, თუნდაც სახლში, თუნდაც მეგობრები, გოგოები, ბიჭები, არა აქვს მნიშვნელობა. იცით რა არის, აი თქვენ რო ძლიერი ხართ, ანუ დუბლიკატს აკეთებდნენ თქვენზე და აი ეს კოპირება ხო, აი ეს კრადნიკები ხო, უკან მისდის და სახეს გამოაჩენს, ესე იგი, ანუ გაორება, ზაზერკალია, ანუ როგორც სარკეში რო ჩაიხედო ადამიანმა ხო, აი ისეა, ამაზე დავამატებ მე. ანუ ძალას დაკარგავენ ესენი, იმიტომ რომ თავშივე ეშმაკი დაჯდა, ძალას დაკარგავენ და უფლის მეშვეობით, ანგელოზების მეშვეობით, სამყაროს მეშვეობით, კი, აი უკან უბრუნდებათ და თქვენ ნამდვილად აი შეგეწევათ, აქ ნამდვილად იყო ეს ორი კარტი რო შევაერთო, ნამდვილად იყო აქ მაგიჩობდნენ, მაგრამ თქვენ ჩემი რიტუალების დახმარებით, ანუ მიმდინარეობს ეს იგივე ცეცხლით გაწმენდა, იგივე წყლით გაწმენდა, იქნება ჰარმონია, იქნება ურთიერთობაში დალაგება, მოლაპარაკება და აქ რას გეუბნებიან, ვინც ესე იგი
ვისაც შესაძლებლობა გაქვთ დაახლოს ცხოვრობთ, ან ერთად ცხოვრობთ, ხო? და აი ცოტა ზურგი შეგაქციათ პარტნიორმა, ხო? დაჯექით, დაილაპარაკეთ, აწონ-დაწონეთ, რატომ მოხდა ეს, საიდან მოხდა, აი ეს ეშმაკი თავში რო შემოვიდა, აქაც ოჯახს მიჩვენებს, ხო? და შეიძლება დაშორდით რამოდენიმე, ხო? მაგრამ აქ არ დაანებოთ, გეუბნებათ სამყარო მუშაობას თავი, დაიწყეთ, ისევ დაიწყეთ, მაგრამ ერთს გეტყვი, რომ ვისაც 5 წელი და 3 წელი და 2 წელი დაშორებულები ხართ, არ გირჩევთ, ნუღა ჩაერევით იმის, იმიტომ რომ მამაკაცზე აქ არის შავი მაგია გაკეთებული და თქვენ ნუღა გადმოიზიდავთ იმის ეშმაკებს, იმის დემონებს, თქვენ არ შეგწევთ იმის ძალა, რომ გაწმინდოთ ესე ადამიანი. თუ ერთად ცხოვრობთ, ხო, და შეხება გაქვთ ჯერ კიდევ, მაქსიმუმ 1 წელს გეტყვით, აი უკვე შეგიძლიათ რომ გაწმინდოთ პიროვნება. აგერ მეც გეტყვით, გაძლევთ ამის საშუალებას და უფლებამოსილებას, რომ მაქვს მე რიტუალი მამაკაცის გაწმენდა ნეგატივისგან. ადექით და გაწმინდეთ. გასაგებია, ძალიან კარგი. ეს 5 მაისი. მოდით ახლა 6 მაისი. ნახოთ, რას მოგვიტანს, რა განვითარება იქნება თქვენს ცხოვრებაში, რა იქნება ახალი, რა შემოვა. აქ ნამდვილად იყო, კი. იცით რა არის, ერთი ქვრივი ამოდის, ქალბატონი ქვრივი. ხო, ქვრივი. მეორე ამოდის კიდე ოჯახის წევრებით, შვილებით გახარება და მესამე დაჯდა გენაცვალე კალდუნია, ჯადოქარი, რომელიც ესე იგი ან ყოფილი დედამთილია, ან იმიტომ ოჯახი დაჯდა პირდაპირ, მიხვდით? ან თქვენ მეორე ოჯახი ყავთ და მეორე შვილები ყავთ კიდე, მიხვდით? აი აქ წარსულიდან მოდის შეიძლება თვითონ ქალიდან მოდის აქ შეკვეთა, მიხვდით? ესე იგი რა განვითარებას მიეცემა, ხო? ეს ყველაფერი, აი ეს აქ მსხვერპლშეწირვებიც იყო, ხო? განახლდება ეს სიტუაციები, განახლდება, ამ თავისი დემონები თვითონ მოსთხოვენ პასუხს, უკვე ბუმერანგი წაუვიდა ბუმერანგი, ბავშვები და ბავშვებზე აქ გაკეთებული დაბადებიდანვე იყო აქ ბავშვის ფეხზე გაკეთებული, ნაფეხურებს მიჩვენებენ და იყო მაგია გაკეთებული, რომ დედაშვილს შორის ზიზღი ჩადგეს, გაციება, მიხვდით, ურთიერთობა რომ გაფუჭდეს. ასევე აქ ვინც ქვრივია, არ გამოვრიცხავ, რომ ახალი ოჯახი შეიქმნას, ან თქვენთანაც თქვენი გოგო ბიჭი დაქორწინდეს, არც ამას არ გამოვრიცხავ. მოკლედ ოჯახური სიტუაცია დაჯდა, ჩემო კარგებო. და ვინც ესე იგი ძალიან აქ ვიღაცას გულის ტკივა და მისტირის წარსულს, თუნდაც აი ამ დაღუპულ ადამიანს, შვილს, მიხვდით, ვიზიარებვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, ახალგაზრდა ბიჭი, გაუშვით, რომ მას რეინკარნაციის საშუალება მიეცეს. მეუბნებიან, რომ ძალიან გიჭირავთ და მისი სული, ხო, ცეცხლში იწვის, რომ რეინკარნაცია მოხდეს, მიხვდით? მიეცით საშუალება, მიეცით. აი ეს დარიგება სამყაროსგან. აბა ვნახოთ კიდე 6 მაისიდან რა განვითარებას მიეცემა და რას მიეცემა განვითარება თქვენს ცხოვრებაში, გოგოებო, ბიჭებო. აქ დიდი ხანია ვიღაცა ჭადრაკს თამაშობთ თქვენს ცხოვრებაზე და ცოტა დაუკვირდითო გეუბნებათ, იმიტომ რომ იცით რა არის, კი, დაბალანსდება სიტუაცია, აქ არის შიშის პრობლემები, მე მაქვს რიტუალი, შიშისგან გასათავისუფლებელი ლოცვა, ესე მოხსნა ასეთი სიტყვებით და ამოსკროლეთ ვიდეო არხი, ჩემი არხიდან უნდა უყუროთ მხოლოდ და უყურეთ შიშისგან გასათავისუფლებელი ლოცვა. აუცილებლად უყურეთ, ვისაც აქვს ეს შიშები, თუნდაც ბავშვებზე, ხო?
ხო, აი ესე მეუბნებიან. იწმინდებით, იცით, ანგელოზი გიდგათ, უფალმა შეისმინა თქვენი თხოვნა ვედრება, მიხვდით და აქ დიდხანს ნუ თამაშობთ, დიდხანს ნუ ფიქრობთ, ეგრევე სვლა, ეგრევე უნდა გააკეთოთ. იცით რატო? ნახეთ, დაბლა გიყრიათ მთელი ესე იგი მონაპოვარი და უკვე გამოაღეთ სხვა კარებიც, ჩაიხედეთ, სხვა ოთახში შედით, ანუ იქნება იქედან რაღაცა ან გადასაგდები გაქვთ, ან უნდა შეცვალოთ, ან გადაადგილება საჭირო ნივთის, მიხვდით? ამასაც მნიშვნელობა აქვს, იცით, იმიტომ რომ რაღაცას ან ვიღაცას თქვენ ყურადღებას არ აქცევთ, რაც მნიშვნელოვანია, თუნდაც პატარა რაღაცა იყოს, ხო? ან ცხოველი გაგიხდათ ცუდად, აქ მეუბნებიან, რომ შეიძლება ძაღლზე ან კატაზეა ნეგატივი. აი ეს გაწმენდა უნდა მოხდეს, გეუბნებათ და ჩაიხედეთ ფეხებ ქვეშაც დაიხედეთ, რომ რა ყრია, რა დააგდეთ დიდი ხანი და არ ახლებთ ხელს. თუნდაც ის ტანსაცმელი ავიღოთ, რასაც აღარ იცმევთ და არ გჭირდებათ, ხო? ან გააჩუქეთ, ან სხვას ან დაჭერით და გადააგდეთ, ან დაწვით, ვისაც რა საშუალება გექნებათ, ხო? იმიტომ რომ მე უკვე აქ რო არ აქცევთ ყურადღებას, ეშმაკუნები დაეპატრონებიან, აი ესე მეუბნებიან. აქ კიდე ვიღაცა გაძლევთ დარიგებას, უფროსი პიროვნება, მაგრამ სათავისოდ გაძლევთ დარიგებას. ასევე მეუბნებიან, ვისაც სწავლა განვითარება გინდათ, გოგოებო, ბიჭებო, ერთი ხაზი უნდა ამოირჩიოთ, 3-4-ს ნუ ეპოტინებით, ერთი მხარე აირჩიეთ, ერთი განხრით წადით და გამოგივათ აუცილებლად. ხო, აქ არის კიდე ვაჭრობა, ვინც ვაჭრობის დარგში ხართ, ბიზნესი, განვითარება, მოლაპარაკებები, რაც აქამდე შეჩერებული იყო, ხო? იმიტომ რომ ერთი ერთს გეუნებათ, შეიძლება ფასზე ვერ შეთანხმდით, შეიძლება მიწებია, გასაყიდის სახლია, უნდა იყიდოთ პირიქით, ხო? საბუთებს ეხება, საბუთებს, აქ სასამართლო პროცედურებია კიდე ბავშვებზე, აქ არის კიდე უძრავ ქონებაზე სასამართლო პროცედურები. აი აქ გეუბნებიან, რომ განვითარება მიდის განვითარება ამ სფეროში, ასევე ჯანმრთელობაზე მიდის განვითარება, ასევე წყალთან უნდა წახვიდეთ, წყალი სადაც არის, ვინც წყალთან ცხოვრობთ ახლოს, წყლის ანგელოზებს მადლობა უთხარით და აი ამ ყველაფერი სიკეთისთვის და მადლიერებით უნდა მოიხსენიოთ, რომ ესე იგი თითოეული დღე, თითოეული კამკამა დღე, აი ესე იყოს წყალივით ძლიერი, სუფთა და სწრაფი. აბა ვნახოთ კიდე 6 მაისიდან რა განვითარებას მიეცემა თქვენი სიტუაცია. აი კიდე სასამართლო დაჯდა, ხო, თქვი სასამართლო პროცესებია, სასამართლო პროცესები ამოდის, გაგეწელათ ძალიან. ეს უკვე წლობით, აქ ცოტა ძალიან დიდი წლები არა და აი აქ 8 წელს ვიტყოდი მაქსიმუმ 0-დან 8 წლამდე, 10-ით შეიძლება. აქ რაღაცა საბუთზეა ლოდინი, აქ ციხეზეა საუბარი, შეიძლება ვიღაცა დაიჭირეს ნამდვილად და ან არასწორად გაასამართლეს, ან დიდი ხანი მიდის აი ეს პროცედურები, მიხვდით? დიდი ხანი, იმიტომ რომ ვერ პოულობთ გასასამართლებელ საბუთს, ან ის მტკიცებულებები არ არის, აქ ხელი შეშლა, რა თქმა უნდა, და ხალხი გარედან იყურება, ხო არ მოგვარდა, ხო არ ესე, აქ არის შური, აქ არის თვალი, გაიწმინდეთ მაგ ეგ რიტუალებიც მე და გამოვა, აი რა წავაწინ, ხო, განვითარებას მიეცემა, გადაიხედება თქვენი საქმე, გადაიხედება. უკაცრავად, აი რამხელა ნეგატივია, აქ არის თვით დანეგატივება, თვით გათვალვა, ნევროზული სისტემები, ფსიქოპატობა, დამოკიდებული რაღაცაზე ან ვიღაცაზე, მიხვდით? ესეც არის ჩაკეტილი, თქვენ თვითონ იკეტებით და იროზგავთ თქვენ თავს. ჯანმრთელობას მიხედეთ, გეუბნებიან, გაიწმინდეთ ნეგატივისგან. ანუ აი ეს განვითარებას მიეცემა, რომ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, რომ შიშის ქვეშ დაჭდა ეს ზუსტად და მოირგეთ რიტუალები, ამოსკროლეთ ჩემი ძველი რიტუალები, ვიდეოები, გაშლებიც
ისევე მოქმედებს როგორც ახალი, როგორც ძველი ღვინო, უფრო გამძლე და უფრო მასშტაბურია და ძლიერია. ისეთი ახალი და ძველი მაგიაში არ არსებობს, იცოდეთ, ეს გეშლებათ ბევრს და გაითვალისწინეთ, გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, ან თქვენ დედას გესმეუნები, ან ცოლს გინდათ გაწმინდოთ ადამიანი, ხო? გაწმინდეთ, დაიწყეთ, გაწმენდები დაიწყეთ და ზურგზე ნახეთ, აი თავი, ზურგი, წელამდე, აი ეს ჩაკრები სულ ჩაკეტილია და ეს აუცილებლად უნდა გაიხსნათ. ანუ რას მიეცემა ხო? წინ წავა საქმე, წინ წავა, რა თქმა უნდა, თქვენი ხელშეწყობითაც, მარტო უფალი და ნინია არ გიშველით. დევს ვიდეოები ამოსკროლეთ, ნუ დაგეზარებათ, მე ვერ ამოგისკროლავთ და არ მაქვს მაგისი დრო, რომ თქვენ მე ჩაგიყაროთ სათაურებით, ხო? ხო, კიდე რა მოხდება, იცით? ეს ბრძოლა, ვიღაცა კაცი, მამაკაცებო თქვენც და ქალებო თქვენც გებრძვით, იცით, წარსულიდან გებრძვით, რომ რით ვერ გაგტეხეო, მიხვდი და იმან არ იცის, რომ რამდენი თქვენ გებრძვით, ხო? იმდენი თვითონ ტყდება ძვლებშიც ეს ოპერაციებზე უკეთდება და კიდე არ განებებთ თავს, მიხვდით, ჩასაფრებულია და თვითონ რაც წინააღმდეგობებს გიქმნით ამ ცხოვრების მანძილზე, ეს წლების მანძილზე მოდის, ხო? თქვენ თვითონ მიხვდებით, ვინ არის მამაკაცი. ესე იგი, თვითონაც ჩაარტყა სამყარომ თავში, რომ გაჩერდი, მორჩა, აი ან კიბოშე გახვედრე, ან თიაქარი, ან რა ვიცი, ინსულტი, მაგრამ მაინც ან ღვიძლი აგატკიე, მაგრამ მაინც არ ჩერდები, იცი? მაინც წინ იბრძვი და იბრძვი, ანუ თვითონ ეთამაშება ეშმაკს და თვითონვე უკვე მიუბრუნდა ბუმერანგი, აბრატკა გაუბრუნდა, მაგრამ მაინც ვერ ჩერდება. აი აქაც ამოვიდა, რომ მტრები გააქტიურდნენ და ეს ჩვეულებრივი მომენტია მაგიაში, წმენდების მერე. ამიტომ გეუბნებით ხოლმე რიტუალიდან რიტუალამდე დაცვები დაიყენეთ კონკრეტული. აბა კიდე როგორ განვითარდება 6 მაისიდან საქმე და რაში? გადასარევი, მთვარე დაგეხმარებათ. აქ იყო სერიოზული მაგია, აქ უნდა დავამატო, ისე არ გამოვა. კი, აქ მთვარე დაგეხმარებათ, ჩემო კარგებო, მთვარე დაგეხმარებათ. ნამდვილად გაიწმინდეთ, წმენდები უნდა განაგრძოთ, ან უნდა დაიწყოთ სასწრაფოდ თქვენს ჯანმრთელობაზე. აი უყურეთ, სახასრარდან ჩაკრები უნდა გაიწმინდოთ, 7 ჩაკრების წმენდა. არის კიდე გულის ჩაკრას წმენდა და ურთიერთობის, არის კიდე მესამე ჩაკრას წმენდა, სასიცოცხლო მზის წნულის. აუცილებლად გაიწმინდეთ, წინ წახვალთ ჯანმრთელობაზე, მიხედეთ ეხლა ცოტა ან ნაწლავებზე, ან ბუასილზე, ან ვინც აი დიდხანს ზის, წელის ტკივილიც, ხო, უაზრო კვება, ფასტფუდს რო ეძახიან, აი ეს რაღაც ნაწლავებზე მეუბნებიან მარჯვენა მხარეს, ან გაქვთ ოპერაცია გაკეთებული და გაზაფხულია და გააქტიურდა ტკივილები, ხო? თუნდაც ამინდები, რა ამინდებია, ხო? ზამთარი დაგვიბრუნდა. გაიწმინდეთ აუცილებლად გიშველით აქ, იმიტომ რომ შაბაში იყო გაკეთებული, შაბაში. ეხლა რო იყო აი ზუსტად 30 აპრილს ეს დღე, 26-დან 25-დან დაწყებული. ეს ჩატარდა, შაბაში ჩატარდა, ესე იგი რომ თქვენ არ გქონდეთ ჯანმრთელობა, გაიწმინდეთ და დაიყენეთ დაცვები. ხო, აქ თქვენ თვითონ იცით, ნუ მეკითხებით, ნინია რა დაიწყო, რა შეგრძნებებიც გაქვთ, ამოსკროლეთ, გეუბნებით პირველი ვიდეოდან და ჩამოიწერეთ როლში და იმის დამიხედვით უყურეთ. კი, მეკითხებიან, შეიძლება 3-4 ვიდეოს ოღონ ჩემი დღეში შეიძლება, მეც ვერ გაუძლებთ, იმიტომ რომ ბუდიშტა ან ფაღარათი დაგემართებათ, ზოგს ძილიანობა აქვს, ზოგს გულისრევი შეგრძნება, წნევა, თავიდან, ანუ რატოს ტკივა ადამიანს, ნინია ეს ტკივა, აი უყურე, ეს იმიტომ რომ რა არის მაგია, შავ მაგიას რო იწმინდავ თეთრით, ეს არის შავი უფრო სწრაფია და ცუდი, თორე თეთრი უფრო ძლიერია და ნელ-ნელა მიმდინარეობს, იმიტომ რომ ის შავი ხო უნდა გამოდევნოს და ნუ ცდილობთ, რომ ჩქარა მიაღწიოთ შედეგს. არა, იმიტომ რომ ჩქარა რომ მოხდეს ეს ყველაფერი, თქვენ ვერ გაუძლებთ, თქვენი ორგანიზმი
დაინგრევა და შეიძლება ჯვარი გწერიათ ზოგიერთები მიქელ გაბრიელს გაყვეთ, არ ხუმრობ მე და იმიტომ რომ გაუძლოს თქვენმა ორგანიზმმა ნეგატივის გამოდევნა, როგორც პროვოკაცია თავიდან სადაც ტკივილს მოგცემთ, აი იქ გქონდათ ჩასმული და იმ ნაწილზე გქონდათ დანგრევა, ასევე განვითარებას მიეცემა, ესე იგი ამათ აბრატკა წაუვათ, კი ნამდვილად და მთელ ოჯახის წევრებზე მათი მომავალი ცუდად გახდება. აქ სიყვარულია, სიყვარულის ახსნა, დაქორწინება, შეერთება, შეუღლება, აქ ასევე ტყუპები შეიძლება შეეძინოს ვინმეს, ან შვილობადობა შეიძლება არ გამოვრიცხავ, გზების გახსნა, ურთიერთობის განვითარება, ნელ-ნელა აწყობა და მე სწრაფადაც ვხედავ აქ გენაცვალე მზედა მთვარე, 2 ბუმერანგი მაღალი არქანი. ასევე გენაცვალე, ეს ეხლა სათქვენო დავხსნი, ამოდის აქ მოითხოვა დამატება, ხედავთ 6 მაისმა როგორ გაწელა ხელა ნეგატივი ამოდის, იმიტომ ამოდის ეს ცუდი კარტები. გაცრავად დავიხვჩვი, წყევლები გქონდათ ძალიან ბევრი. ეს რა არის? ჩემი თითოეული გაშლაც, მე ძველი გამომწერები მიცნობენ ახლებო, რომ მე მაქვს ძალა ხელებში, რომ ეს პატარა რიტუალია იგივე და სწორად იქცევით თითო ლარს, მე ვხედავ ხოლმე ყველაფერს, რომ რიცხავთ, გამოსასყიდად, თუნდაც აი ესეთ გაშლებში, როცა სერიოზული ბუმერანგი მიდის, ეს იგივე პატარა რიტუალია, იცოდეთ. ოღონდ ჩარიცხეთ მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშის ნომერზე, თხოვნა მექნება ტელეფონის ნომერზე, ნუ რიცხავთ, მე სანთლებს ვერ ვიყიდი და არ ჩაგეთვლებათ. თუ გინდათ რომ მაჩუქოთ, მაშინ დიდი თანხა ჩამირიცხეთ. აი ესე გეტყვით, აბა არ გესმით სხვანაირად ერთი კვირა მაგას ვიმეორებ და გწერთ. გამგები გაიგებს. ხო, ანუ აქ იქნება რა, იცი, რაღაცა შეიძლება ან დაბადების დღე გაქვთ, გილოცავთ, ეხლა ზაფხული მოდის, მაისი, ივნისი, ხო? ტყუპების პერიოდია, კურო მთავრდება და გილოცავთ, ყველას გილოცავთ, აღნიშვნა გექნებათ, გახარება გექნებათ, ზეიმი გექნებათ, შეიძლება ბავშვებს ეხება ან წრეებზე დაკავთ ან რაღაცა, ხო? ყველაფერში კარგი მოქმედებები დაიწყება, ჩემო კარგებო. კიდე ვაჭრობა დაჯდა უყურეთ, ანუ გადაამოწმეთ, ფული დაითვალეთ, არავის არ ენდოთ, გადაამოწმეთ, ხელი ისი არაფერს არ მოაწეროთ, ვისაც ბიზნესები გაქვთ, კიდე გექნებათ მოლაპარაკება გექნებათ, მაგრამ ერთი მამაკაცი ამოდის, ახალგაზრდა ყმაწვილია, ბიჭებო თქვენთანაც ესეა, რომელსაც სათავისოდ უნდა რაღაცა გადაიბიროს, რაღაცა დაგაკლოთ, რაღაცა ფარსი ჩანს აქ, ფარსი და თუნდაც ძმაკაცი იყოს, იცნობთ ამ პიროვნებას, არ ენდოთ, საკუთარ თავს ენდეთ მარტო, გაუფრთხილდით თქვენს ფინანსებს, აი ესე ამბობენ, თქვენს ფინანსებს გაუფრთხილდით, მიხვდით? აქ გამოცანების დრო არ არის, თქვენ დაითვალეთ. თითოეული პროდუქტი დაითვალეთ, რაში იხდით ფულს, ვის ატანთ, სადაწერთ ხელს, მიხვდით, რა ხალხში შედიხართ და მეუბნებიან აქ, რომ ბევრს გირჩევთ, რომ სადაც ეს სიტუაცია გაქვთ უკვე და იცით, რომ თუნდაც აი ნებისმიერ სფეროში ვაჭრობის რა, თუნდაც ძაფი გაყიდო ადამიანმა, ხო, ან ინტერნეტით იმუშაო, იმ ხალხთან გირჩევნიათ, რომ ახალი ხალხი მოძებნოთ, აი ამას გეუბნებიან. ახალი ხალხი, ახალი თანამშრომლობაცაც ვხედავ და არ წააგებთ, სცადეთ ახალი გზები, ახალი საშემოსავლო გზები მოძებნეთ და გადადგეთ ნაბიჯი და ანგელოზი ამაში დაგეხმარებათ, აი ეს ანგელოზი. ისევ სიყვარული ჯდება, მეგობრებო, გახარება, გამრავლება, სიყვარული, შერიგება, ნაკ ხელის მოწერად ჩანს, ვისაც გამოზიდვები გაქვთ, მე მწერენ ნინია დამირეკა, ნინიას ძალიან მიხარია, გააგრძელეთ, თუნდაც უკვე ერთად იყოთ, გააგრძელეთ, არ შეწყვიტოთ ეს რიტუალები. ოღონდ კიდე ვიმეორებ, აქ 2 წელი და 3 წელი რო გასულია, მე იმის გარანტიას არ გაძლევთ, რომ იმოქმედებს, ეს არის ფარსი, იმიტომ რომ თქვენ უკვე აღარა გაქვთ ერთად ურთიერთობა, ენერგეტიკულად ვეღარ და აღარ გრძნობთ ერთმანეთს და ეს არის ძალიან რთული, მიხვდით?
ძალიან რთულია ეს დაიმახსოვრეთ. კარგით, აი 6 მაისმა როგორ გაწელა, ალბათ ესე იყო საჭირო. 7 მაისი. რას მოგვიტანს 7 მაისი? რა განვითარებას მიეცემა, რა უნდა გაუშვათ, რა წინ წავა, სად, ვისთან, როგორ. ისევ ოჯახი ამოვიდა, აქ ვიღაცას იზოლირება აქვს სერიოზული, აქ დაშორება იყო და მოვა პრინცი, მოვა საშველად, მოვა ძალიან ამაყია. ჯერ შორიდან გიყურებთ, რო იცოდეთ, თქვენ რო გონიათ, რომ არ გიყურებთ, გათვალიერებთ, ან საერთო მეგობრებისგან კითხულობს, როგორ არის, რა შვრება, ინფორმაციას იღებს, ინფორმაციას, ან ახალი ნაცნობობა მიხვდით და პიროვნებას გაძლევთ, პიროვნებას და არის კიდე გოგოებო, ვინც მარტო ხართ, ახალი პიროვნება კარზე მოგიდგებათ და გაუღეთ კარები, აგე დგას უკვე და ნუ იპრანჭებით, გაუღეთ კარები და შეუშვით თქვენ ცხოვრებაში, ხო? ვიზუალს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თავარი ადამიანი იყოს გულში. მამაკაცებო, ეს თქვენც გეხებათ, მიხვდით? თქვენც გეხებათ და მამაკაცებს ვეტყვი, რომ თქვენ ვიღაცა ჩაკეტეთ ადრე და ეხლა შეიძლება ისევ გინდათ მასთან ურთიერთობა, ხო? თქვენ ისე ჩაგიკეტიათ, რომ უკვე ამ პიროვნებას, ამ გოგოს აღარ უნდა თქვენთან ურთიერთობა. დაანებეთ თავი, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ და გადადით ახალ ურთიერთობაზე. აი ეს ვარდები თქვენ სხვისთვის გამოიყენეთ, ბიჭებო, გაიგონეთ. აქაც აი ურთიერთობა ამოდის, ჩემო კარგებო, უყურეთ, ურთიერთობა. აუცილებლად მიდიხართ ხელის მოსაწერად, მიდიხართ ოჯახში, ერთ სახლში შედიხართ, მიხვდით, შერიგება, აყვავება, განვითარება, ან სამსახური, თანამშრომლური ურთიერთობა, აქ კაზიონი დომი სახლის გარეთ შენობას ვეძახი ხოლმე. კაზიონ დომში შესვლა, შეიძლება სასამართლო, შეიძლება პარლამენტი, იქ მუშაობთ, ხო? და საზოგადოებრივ სისტემებში შედიხართ, ფინანსები, ბიზნესი, მიდიხართ და მოგვარდება ძალიან კარგი. აქ ესე იგი ამოვიდა ჩაკეტილი ადამიანი, აქ სულ ჩაკეტვები იყო და ეს ქალი, ვინც მოინდომა, იცით რა არის, კლოუნივით თავის ბედს გაეთამაშა და თვითონ ჩაიკეტა. და კიდევ ვიტყვი, რომ ვიღაცა ნამდვილად ციხეში ამოყო თავი, და აი ეს გასამართლება მიდის და აი ამაზეა საუბარი, მიხვდით? ამაზეა საუბარი და შეიძლება ადვოკატი ქალი არ გამოვრიცხავ, ამაზე წინ დაიძურება სიტუაცია და მოგვარდება, ანუ აეხლა მაისიდან მოგვარდება. 7 მაისიდან, ანუ დღეს და ხვალ არა, მიხვდით ხო, 7 მაისიდან ვიძახი. ხო, ესე იგი ზოგს იმ დღესვე უხდება, ზოგს იმ კვირაში, ზოგს 3 თვეში, 2 თვეში, მიხვდით, თქვენ ენერგეტიკებს გააჩნია, მეგობრებო. ასევე ამოდის ჩემო კარგებო, ეს ცოტა წინ ხარ გამოგიწიოთ, რომ აი ესე კვირის მადლი შეგვეწიოს ანგელოზების, ამინ. ძალიან მიჭვრეტინებს. იცით რა არის, აქ ბავშვი დაიბადება, ორსულობა, ასევე ახალი საქმე დაიბადება, ასევე ამოხვალთ იმ ნაჭუჭიდან, რაშიც ჩაკეტილი იყავით, ვინც გარიყულები იყავით, ან თქვენი თავი გარიყეთ, თქვენ თვითონ არც ამას არ გამოვრიცხავ, იცით? ახალი ჯანმრთელი სიტუაციები ამოდის. შვილობილ საქმეს დაიწყებთ, განვითარება მიეცემა, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ. ასევე აქ თქვენი ფიქრები, რასაც ფიქრობთ, ხო? თქვენს ურთიერთობაზე სიყვარულის ხირუვიმები და
ჰარმონიის და სიყვარულის ანგელოზები აი თქვენს თავზე არიან, თქვენი ფიქრების თითოეული ესმით, გოგოებო, ბიჭებო, იცით, შეიძლება აქ მუშაობთ ბევრს და წვალობთ და აი ან იმდენს არ გიხდიან, შეიძლება ემიგრანტები ხართ ახლა, ვინც მიყურებთ და იმდენს არ გიხდიან, ხო? და ასევე იქნება რა, იცით, სწრაფი მოქმედებები მოხდება უკვე, შეიძლება თანხებს ელოდებით და მიიღებთ სასამართლოს ქვეშ დაჯდა თქვენი კუთვნილი გეკუთვნით, მიხვდით, იმიტომ რომ ეს შრომიდან გამომდინარე ამოდის ეს ყველაფერი, აი ესე მეუბნებიან, აუცილებლად მოხდება ეს განვითარება, აქაც სასამართლო პროცესი, აქაც ხალხი, აქაც თითქოს აი ვერხუნაეჟრიცა რა ქურუმი ქალივით ქურუში როგორ ეძახიან ქართულად, აქაც რა არის იცით, აი სწავლა, განვითარება, ბილეთები, ვიზები, გრინ კარტები, პასპორტები, აი შესაწირი უყურეთ, სწორედ იქცევით, აი ეს შესაწირებს რო აკეთებთ, მიხვდით, ანუ ენერგეტიკების გაცვლა, იმიტომ ვიძახი მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშის ნომერზე, ტელეფონის ნომერზე არ ჩარიცხოთ, გალია გაიხსნება, განვითარებას მიეცემა, მკვდარი წერტილიდან დაიძვრება სიტუაცია და ამაში დაგეხმარებიან, ისევ ქალი ამოდის წყვილშია, კაცი და ქალი, ბევრი ხალხია, მაგრამ მაინც შეიძლება ბევრი გზა გამოიარეთ და არაფერმა არ გიშველათ და აი მიხვედით, უნდა გადაწყვეტილიყო უკვე და უკან გამოგიშვეს, ხო? კიდე ითხოვეთ, კიდე შესთხოვეთ და მოგეცემათო, გეუბნებიან. აბა 7 მაისი რა განვითარება იქნება თქვენს ცხოვრებაში? ნუ ქურდი, ვინ რა მოგპარათ, ფინანსები, დრო, ცხოვრება, ხო? ტყუილად თუნდაც ყოფილებმა ქალმა კაცმა არ აქვს მნიშვნელობა, გამოიყენა თქვენი დრო და კუსნაბიჯებით დაგთარსათ, მიხვდით, ენერგოვამპირი იყო ეს ადამიანი თქვენთვის და კიდე იმას ეპოტინებით, ხალხო, გაუშვით, დაბლოკეთ, რად გინდათ, რატო გწყდებათ გული, იმანეს ესე იმასთან ვნახე და ამასთან სურათი, გაუშვით, დაბლოკე, აქამდე რატო არ დაბლოკე, ისევ ეს გიშლით ხელს, გაუშვით ეს პიროვნება თქვენი ცხოვრებიდან და უკვე აბრატკა წაუვიდა მირბის, ეხლა თვითონ ივლის კუსნაბიჯებით, რომ ეხლა თვითონ დაითარსება, იმიტომ რომ თქვენ სიკეთეს რო წამოიღებთ, ხო, თქვენი მოპარული დროიდან, იმას ხო აღარაფერი აღარ დარჩება, აღარც ენერგიები, აღარც არაფერი, სულ გამოფიტული დარჩება და დატოვე, ამინ, გამგები გაიგებს. აქ იცით რა არის, თქვენ ვიღაცას მიეცით შეკვეთა, მე არა, აქ მამაკაცზე მოსაბრუნებლად, ნეგატივის, ან პრივაროტის მოსახსნელად და აქ არც არაფერი არ გაკეთდა და მოგატყუეს გენაცვალე, მოგატყუეს და პირიქით მოხდა, ბუმერანგი წამოვიდა თქვენსკენ, იმიტომ რომ როცა და შეიძლება არც კითხეთ რა ძალებს ემსახურება, როცა ვინმეს აძლევთ შეკვეთას ხალხო, ჯერ გაიგეთ იმისი ენერგეტიკები რაზე მუშაობს, რა ძალებთან, ვისთან, აი მერე ის მთელი ცხოვრება იმ ბესებს და ლიარვებს, სუშნესებს რო ვიძახი ხოლმე, მიწის ქვემოთ რო ცხოვრობენ დემონები და ასე შემდეგ, ისინი თქვენ მოგთხოვენ ენერგიებს და თქვენ მოგთხოვენ პასუხს. შავი მაგიის წარმომადგენელი არასოდეს არ გააგრძელებს თქვენი თუნდაც 3000 ლარის გულისთვის, რომ მთელი ცხოვრება შესაწირებით და კვებოს ენერგიებით. ეგღა აკლია, მეტ საქმე არა აქვს და ამიტომაც აი ეს მოგიბრუნდათ უკან. აი ეს იცოდეთ, მოგიბრუნდათ უკან და უკვე დაგეწყოთ არეულობები და თქვენ თვითონ არ იცით რატო დაიწყო და იმიტომ რომ გაიკითხეთ რა ენერგიებთან გაქვთ სიტუაცია. ხო, აქ კიდე სხვანაირად ახსნი გოგოებო, ბიჭებო, აქ მიდის ესე იგი მუშაობა გაწმენდებზე, ვინც ჩემ რიტუალებს უყურებთ, ეს ადამიანი კიდე ვინც მოგპარათ ქურდები, უყურეთ, მე მაქვს ქურდებზე, თაღლითებზე რიტუალი, ამას ქროლეთ კიდევ ვამბობ, იპოვეთ და უყურეთ აუცილებლად და ბუმერანგი წაუვა, ჩემგან უკვე მისდის აქედან, ამინ და იყოს ასე, ამინ. და იცით რა არის, აი ეს
ეხლა თვითონ თქვენს მტერს წაუვა ბუმერანგი და თვითონ გაორება მოუვა ან თავის ძმაკაცთან და ქალთან იჩხუბებს, ნუ მისნაერ მოაზროვნესთან, ვინც გვერდზე ედგა და არ უთხრა რომ გაჩერდი რატო აკეთებ ამ ცუდ საქმეს, ვინც თქვენზე გამოუშვა ნეგატივი, თვითონ აი ისიც კი ნახეთ რა ნეგატივია, ისიც კი დაისჯება მეგობრებო და აქ ესე იგი ვისაც ორი შვილი ყავს, ორი ბიჭი მეუბნებიან, ხო? რაღაცა თქვენთან დაკავშირებით დედებო, მამებო, იყო რაღაცა და არის რაღაცა არ შესრულებული, აქ სასამართლოების ზის, შეიძლება ახლოვდება შვილებზე, შეიძლება სამი ყავთ და მე აქ ერთს მიჩვენებს, ხო? იცით რა არის? დავა რომ შვილებს ესე იგი სხვანაირად აწვეთებენ, რომ თქვენთან ურთიერთობა არ ქონდეს ბავშვებს. აი ეს მიდის, აი ეს დაიძრება მკვდარი წერტილიდან. უყურეთ ფორტუნას და გამარჯვებას მაქვს მე რიტუალი და დაცვა დაიყენეთ მერე და გამოგისწორდებათ ეს დაგეხმარებათ პროცესის წინ ჩართეთ, აი ხვალ მაქვს სასამართლო ხო გაქვთ ხო? წინა დღეს ჩართეთ უყურეთ, ან 9 დღით ადრე ჩართეთ უყურეთ, რომ ესე იგი უკვე განვითარებაში შევიდეს და აი ნახეთ როგორ დაგეხმარებათ. ხო, და კიდე რა, ვინც ცუდად ხართ გამოჯამრთელდებით, სასულიერო პირებთან რა არის ეს ჩააბარეთ, ესე იგი ეხლა რო იყო ბრწყინვალე დღესასწაული აღდგომა ქრისტეს შობა კი არა და აღდგომა, ეს რა არის იცით, შეისმინა თქვენი აი ეს ცოდვები, აი ეს შესმენა იყო უფლისა მიხვდით ზეძალების და ეს ძალიან კარგია. ასევე გამოჯამრთელდება, ვინც ესე იგი ავადმყოფობს ან საავადმყოფოშია, ან შეიძლება სასულიერო პირი მიყურებს, არ გამოვრიცხავ, ან სასულიერო პირთან გაქვთ ურთიერთობა, აი ვიღაცას დახმარება უნდა თქვენი და მიხვდებით, მათხოვარზე არ გულისხმობ და დაეხმარეთ მის ჯანმრთელობაზე, დაეხმარეთ, შეგეწევათ. ხო, აქ იცით რა არის, ცეკვავთ, გამარჯვება იქნება, ხალისი იქნება, ვინც ესე იგი ხელოვნების დარგში ხართ, მოცეკვავე, მომღერალი, ხო? ძალიან კარგი განვითარება გექნებათ, ნაბიჯებს გადადგავთ, აი ინფორმაცია გაიხსნება, დაგანახებთ უფრო სამყარო ნიშნებს მოგცემთ გეუბნებიან და უსმინეთ ნიშნები, უსმინეთ და უყურეთ ნიშნებს, აუცილებლად მიგანიშნებთ რა გზა აირჩიოთ, იმიტომ რომ ჯერ ორ ფეხზე არ დგახართ, მაინც მერყეობთ რაღაც 3-4-ზე პოტინებით, ერთი ან მაქსიმუმ ორ განხრაზე შედით, ან წადით, ან დაიწყეთ, მიხვდით? მაგრამ აი ეს გამოვა სიტუაცია, აუცილებლად წინ წახვალთ. გაერკვევით, სად უნდა შეხვიდეთ. აქ ახალ მეგობრებს შეიძენთ, ან ძველი მეგობრები, ვინც ესე იგი მაგიის მეშვეობით, ნეგატივით, შურით, დეზინფორმაცია ქონათ თქვენზე, ხო? ისინი მიხვდებიან, რომ ეხლა იმათ მიუბრუნდებიან და თქვენთან დაბრუნდებიან. ოღონდ მიხვდით, ვინც კარგები იყვნენ თქვენზე და თქვენი მეგობრები, გოგოებო, ბიჭებო და ისინი დაკარგეთ. აი ამ შურით. აქ კიდე რაღაცა მზადება, რაღაცა ხალხმრავლობა მოხდება, ოჯახთან დაკავშირებით, გარე ხალხი. იცით რა არის, ბევრი გიყურებთ. წინსვლა იქნება ხელოვნების დარგში, აი ამას მეუბნებიან, გაარღვევთ, ანუ პრარივი იქნება, გარღვევა იქნება. ასევე ურთიერთობა, ჩემო კარგო, 1 პარა, 2 პარა, წვილები, დაწვილება მიმდინარეობს და ახალი მეგობრები კიდე. ძალიან კარგი. ეს ვინ ბრძოლობს აქ რა უნდა, ერთი უნდა ამომეღო, მაგრამ გავასამე, რომ დავამთავრო 7 მაისი.
აქ ვის მისტირი ხართ, ან მიცვალებულია ისევ, მიცვალებულს მისტირი ხართ გაუშვით, თუ არა და ანგელოს ესმის თქვენ პირად ანგელოს მიმართეთ, გოგოებო ბიჭებო და დაგეხმარებათ. აქ არ გაკლიათ არაფერი, მაგრამ რაღაცას მისტირით და ვიღაცას მისტირით, წარსულს ნუ მისტირით და პიროვნებას ნუ მისტირით, ახალი ნაბიჯები გადადგით. აი უყურეთ, პიროვნება ვიღაცა მამაკაცებო იცით რა არის, ცოტა ხასიათი უნდა, ან რქები უნდა მოიტეხოთ თუ გინდათ რომ ურთიერთობა გაგიგრძელდეთ, აი ესე, ან აწყენინეთ, გოგოებო გაწყენინათ, ხო, ნამდვილად გაწყენინათ და არხანგელ მიხაელი ამოვიდა რომ ესე იგი თქვენს გვერდზე დგას და დაგეხმარებათ, ვისაც ტრავმები გაქვთ, ვისაც მოტეხილობები გაქვთ, აი ეს კარგად წავა განვითარება და გადადგავთ ნაბიჯებს, გამოჯამრთელება მიდის. ძალიან კარგი, მადლობა. და მე აქ მერე როგორ იცით, ისევ შევაერთებ ამ ტაროს მერე და ისევ თავიდან დავიწყებ 8 მაისი. რა განვითარება მიეცემა თქვენს ცხოვრებაში. ახალი ბავშვი იბადება, ორსულობა, სიახლეები, მთვარე გეხმარებათ, მთვარის ანგელოზებს მადლობა უთხარითო გეუბნებიან. კი, ნამდვილად, აგერ წყლის ნიშნებო კირჩხიბებზე გამოდით სიტუაციიდან, თქვენ ლილიტი გმართავთ. ლილიტში ვინც კირჩხიბი ტყუპია, უფრო ტყუპებში გადადით ლილიტი დაგღუპავთ. ცოტა თქვენი ეჭვიანობა, თქვენი ეს უაზრო სიამაყე დააოკეთ, აი ამას გეუბნებიან და გადახვალთ წინ, აქ ვისაც პატარა ბავშვები ყავთ 6 წლამდე, აქ ცოტა ნერვოზული სისტემებია და ექიმთან უნდა მიხვიდეთ, აი კი, უნდა მიხვიდეთ, გაასინჯოთ ბავშვი, ან ზედმეტად აქტიურია, ჰიპოაქტიურია, თუ ჰიპერაქტიური, როგორ ეძახიან, ხო? ცოტა ბავშვებს მიაქციეთ ყურადღება, გეუბნებიან, მოკლედ ბავშვებზე. აქ ახალი ნაბიჯების სწავლა, დიპლომი, ანგელოზი თქვენ გვერდზეა, ახალი ქვეყანა, ახალი სისტემა, ახალი ხალხი, სულიერი გაწონასწორება მოხდება, საჩუქარი მოხდება, ახალი წერილი მოდის, ახალი ინფორმაცია მოდის თქვენ ცხოვრებაში, ახალი მამაკაცი მოდის, ახალი მეგობარი მოდის თქვენ ცხოვრებაში, მამაკაცებო. აქ 3 ადამიანია, იცით როგორ თქვენი, აი რო ვთქვი, შეიძლება ვიღაცას ბაძავთ, აქ ისევ ხელოვნება დამიჯდა, ხო, ცხოვრებაც ხელოვნებაა, ხო? ვინც მაგიაშიც ხართ, ნამდვილად ტაროლოგებო, გუშინდელი ნასწავლი არა, ტაროლოგებს გულისხმობ, ვინც ესე იგი მედიტაციებს აკეთებს, ხო? იცით რა არის, ერთი ადამიანი ხართ აქ და ყოჩაღი ხართ, თითქოს 9 საქმე შეგიძლიათ ერთად აკეთოთ და ესე გააგრძელეთ, გიფასდებათ, ხედავთ, ჯილდოს მიიღებთ სამყაროსგან და უკვე მიიღეთ და აიმიტო შურთ, რომ ესეთი მოწინავე და ესეთი ისიც კი შურთ, აი ამდენ შეიძლება ხალხი ყავდათ, აი ეს კლიენტურა, ან ქვებში ხართ ვინმე, ხო? ან გესმით, ან ძალიან განვითარებული გაქვთ ეს წინათ გრძნობა, ეს მაგიას არ ნიშნავს, ნუ გერევათ ხოლმე. მოკლედ, თქვენი შურთ და ესე იგი გაორებას აკეთებენ, მიხვდით თქვენი საქმის, როგორც თქვენი ქცევით, ისე უნდათ და გეუბნებიან თუ ვინმეს თქვენ პარავთ რაღაცას, გაჩერდით, თორე ბუმერანგი თქვენსკენ წამოვა, თუ არა და ყურადღება არ მიაქციოთ, გააგრძელეთ თქვენ საქმეს, როგორც აგრძელებდით, ისე და უფრო გამოგივათ და დარიგებები მიიღეთ, ვისაც თქვენზე მეტი ესმის და გამოცდილია. გამგები გაიგებს, ვისაც ეხება. ხო, ჩემო კარგებო, აქ ისევ დაწყვილება ამოდის, ისევ შერიგება ამოდის, წყვილი აი წინ წასვლა, მიხვდით? უკან კი
ზურგს უკან არის რაღაცა წყევლები თქვენზე დღემდე ტარდება და ამან არ შეგაშინოთ, იმიტომ რომ თქვენი მამაკაცი თქვენთანაა, გოგოებო და ბიჭებო, თქვენი ქალბატონი თქვენთან იქნება, ვისაც ეს ეხება. იცით რა არის? აი ცოტაღა აკლია, ცოტაღა და ჩაკიდავთ ხელს, მიხვდით? ჩაკიდავთ ხელს, იმიტომ რომ თქვენ ერთ ბედ ქვეშა ხართ და ვინც სამყარომ ზემოდან დააწესა, რომ თქვენ ერთი სულის ადამიანები ხართ, იმას ვინც დააშორებს, ძალიან დიდი ბუმერანგი, ძალიან მიუბრუნდება და დაისჯება. გაწმენდა მიმდინარეობს, თვითონ ანგელოზების სამყაროები ლაპარაკობენ, ნახეთ ხალხნო, რამხელა რაღაცეები ამოვიდა, მაღალი არქანები ამოვიდა, ასევე უყურეთ, აი ცოტა სიმჩატე გინდათ ისა ქალბატონებო თქვენც და მამაკაცებო თქვენ მით უმეტეს. ნუ რა ვქნათ, ახლა მამაკაცები ხართ, სხვა პლანეტის ხართ, ხო? ხო და იცით რა არის? ვიღაცა ეს ძველი სათამაშოები, ძველი სისტემა უნდა დაანგრიოთ, სტერეოტიპები უნდა დაანგრიოთ, გამოდით და ცოტა კლოუნივით უნდა მოიქცეთ თქვენ ცხოვრებაში, გაიცი რა, ცოტა თქვენც უნდა ითამაშოთ, რაღაცა სხვა როლი უნდა მოირგოთ ცხოვრებაში, მიხვდით და უფრო გაგიმართლებთ სამსახურშიც, ოჯახშიც, მეგობართანაც, ცუდი არა, მიხვდით ხო რა გითხარით? ცოტა უნდა წაითამაშოთ, ასე დაგრუზული, ასე ვთქვათ, ნუ ხართ. იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, რომ აქ კატასტროფა არაფერი, ფენიქსი, კატასტროფა არაფერი არ არის, ისეთი თქვენ რომ ესე იგი ინეგატივებთ თქვენ თავს და იბლოკავთ და გადადგით ახალი ნაბიჯები, გადადგით. აქ თხის რქები ამოდიან, მამაკაცებო, ნუ იტყვით რა ვქნა, ესეთი ვარ, რა ვქნა და სხვა მოკიდებს თქვენ მანდილოსანს ხელს და მე უყურეთ შორიდან. ხო, კიდე აქ ვიღაცასთან დაკავშირება უნდა რამოდენიმეჯერ იყო კავშირში, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ ისე ვერ შედგა კავშირი ღრმა, ანუ გააგრძელეთ ეს გაწმენდები და აუცილებლად იქნება. უყურეთ ვიღაცა ბიჭებო, ეს კონკრეტულად თქვენ გეხებათ, ძალიან ქვას იდებთ, აი ზუსტად ახდათ ჩემი სიტყვები. ცოტა ითამაშეთ ცხოვრებაში, უყურეთ ითამაშეთ, მიწის ნიშნებო თქვენ გეხებათ კონკრეტულად. ითამაშეთ აქეთ, აი გახსნილი გაქვთ ეს გორები, მთები უკვე, ეს წინააღმდეგობები უკან გაქვთ, მაგრამ თქვენ თვითონ მიათრევთ ამ ტვირთს. გადადგი ნაბიჯი და აი როგორც ცოტა არტისტივით იყავით რა. და კიდე რას გეტყვით, იცით? კიდე ვინც ხელოვნებაში ხართ, ხო? ხელოვნებანი სპორტიცაა, სპორტსმენიცაა, მიხვდით? ვინც მაგაში ხართ, ეს გრუზი ჩამოგვარდებათ მხრებიდან და ნახეთ, ახალ ღმერთო ჩემო, ეს რა ქვია ამ ცხენს, რქიან ცხენს, მაგიური ცხენი, ფენიქსი, ნახეთ როგორ წინ მიდიხართ ხალხნო, ყველაფერში წინ მიდიხართ, ანგელოზები გიდგანან, გეხმარებიან. აქ არხანგელის არის მიხაელი არ არის, რაფაელი, ჯანმრთელობის ანგელოზი. ესე იგი, გამოჯანმრთელება მიდის, თქვენი შვილების წინსვლა მიდის, თქვენ შვილებთან ვის გამო, შვილიშვილის გამო ეს ტვირთი ჩამოგცვივდებათ და ესე იგი, გაფრინდებით, მიხვდით? ნახეთ, თვითონ სამყარო გაწვდით, აი ეს ტრანსპორტივით, თავის ფრთებს, თავის ცხენს, ნახეთ ხალხნო, რეები ხდება, აუცილებლად. უყურეთ ეს, ვინც მაგიჩობდა, უკვე ბუმერანგი წაუვიდა. კაც წაუვიდა ბუმერანგი, რომელიც გეგმებს აწყობდა თქვენზე, გოგოებო, ბიჭებო და კიდე დამხმარეებს, ესე იგი ასწავლის კიდე, ეს ასწავლის პრაქტიკოსია, მაგრამ უყურეთ როგორი ბუმერანგი წაუვიდა. ამინ. კი და კიდე ვიღაცა ქალბატონი ამოდის. ან ქალბატონს თქვენ გიკეთებდათ, თქვენ არ გამოვრიცხავ. კი, ნამდვილად, მაგრამ თქვენ უკვე გაწმენდაში ექვემდებარებით და გამოჯანმრთელებას და თქვენი სილამაზე, თქვენი შეგნება, თქვენი ყველაფერი გიბრუნდებათ უკან. ამინ. ძალიან კარგი, ესე არ მომყვება კარტი და ესე დღეს ჭიდაობს, ნახეთ, ჭიდაობს და სხვა გზა არ მაქვს, ესე უნდა ვქნა. კარგი, 9 რიცხვი, 9 მაისს და მე ისევ ავიღებ. მგონი 10-მდე ეყოფა, ვნახოთ და მე ისევ ავიღებ. აბა, რა განვითარებას მიეცემა
9 მაისიდან რა განვითარდება, რა წავა წინ, ვინ დაისჯება თქვენი მტრები. უყურეთ ისევ ცეცხლში, ესე იგი, ვისაც უნდა ეკლესიის მაგია, რომელი საუკუნეა, ღმერთო ჩემო, ეკლესიის ვერბალური სიტყვების მაგია იყო აქ თქვენზე გამოშვებული, მიხვდით, აქ და თქვენ უკან უბრუნებთ, უყურეთ, თქვენ დაცვა გაქვთ უკვე, ვინ ჩემ რიტუალებს და დაცვებს იყენებთ და არ გამოსდით და ეს ცეცხლი უკან უბრუნდებათ აქ, მიხვდით, უკან უბრუნდებათ და გიждდებიან, რატო მემართება ესე, იმიტომ იცით რა, ახალ ნაბიჯებს გადადგავთ გოგოებო, ბიჭებო, მაგრამ ცოტა წინ ჩამოწიეთ თავი, წინ, იცით, ვიღაცას უნდა რომ ჩავარდეთ წყალში, მიხვდით, ჩავარდეთ და დიდი ხანია გებრძვიან, მაგრამ თქვენ ისე ამაყად მიდიხართ, რომ აი ესე იგი მოგეხმარებათ სამყარო, აი პეპლებს მიყავხართ, რომ ამ ჩატეხილ ხიდზე გადაგაფრენენ, ძალიან კარგი და შეიძლება ბიჭები, თქვენი შვილები, მიხვდით ხო, გოგოები და ასე შემდეგ, ყველაფერს გულისხმობ, გადაფრინდებით და თვითონ ჩავარდებიან ამ ჩატეხილში, აი თვითონ დაუპაუზდებათ ცხოვრება, ჯანმრთელობიდან დაწყებული ყველაფერი და პასუხს მოსთხოვენ მაღლიდან, უკვე სთხოვენ პასუხს, ვინც თქვენზე ცუდი გააკეთა, ეს არის სიკვდილის ანგელოზე, მიხვდით? უკვე სთხოვენ, ესე იგი, ვიზეც იმუშავა, მე ხო წეღან ავღნიშნე დაწყებაში, რომ აქ შეცდით თქვენ და არავინ შავი მაგიის მასტერი, ჯადოქარი არ აჭმევს თავის ძალებს ცხოვრების ბოლომდე, რომ თქვენ კარგად იყოთ, ეგ გააკლია რა. და მოსთხოვა პასუხი, აი ესე გთხოვთ, თქვენც მოგთხოვთ პასუხს და ფრთხილად იყავით, ხალხო, ფრთხილად იყავით. აქ კიდე გეუნებით რაღაცა პასუხის მოთხოვნაზეა, იგივე დაჯდა, რაღაცა სასამართლო გასამართლება, ბავშვზეც, ხო, აი ბავშვზეც რახან ამოვარ და დავდებ ბარემ კიდე და წავიკითხავ, რახან ესე ინება სამყარომ. ხო, აქ თუ ესე იგი აქ ძმებს ექნება კიდე ვიღაცა ქალზე ან დედაზე საუბარი არ გამოვრიცხავ, ან ბებიაზე საუბარი არ გამოვრიცხავ, ნახეთ არ მომყვება, არ გამოვრიცხავ. ასევე ძალიან არეული სისტემაა აქ, ნახეთ როგორ აირია. ხო, ეს ცხრიანია მგონი, ხო, თუ არ ვცდები. აქ შერიგება მიდის, აქ მოდის კიდე მოლაპარაკება, აქ მოდის კიდე დასჯა მოდის კონკრეტულად სამართლიანად პასუხის მოთხოვნა, პასუხის გაცემა, ესე იგი შეიძლება მოვიდეს მტერი ბოდიში მოგიხადოს, მაგრამ ნუღა დაუმეგობრდებით, მიხვდით? აქ კიდე ტყუპების ნიშნებო, ნუ გეშინიათ, თქვენ ძალებს ვერავინ ვერ წაგართმევს, განაგრძეთ თქვენი საქმიანობა, თქვენ ორივე ძალა, ესე იგი გფარველობთ, ბნელიც და ნათელიც, მაგრამ გირჩევთ სამყარო, რომ ნათელში გადადით ნათელში, ნუ გაგიტკბათ ზოგიერთებს, თორე ბუმერანგი გიბრუნდებათ და სასჯელი უკვე მოდის და ვიზე მოდის, ბავშვზე მოდის, აი ბავშვი დაჯდა აქ იცოდე, ბავშვზე მოდის და ისევ რო გაიზრდება, თქვენ აი ესე შეგაქცევთ ზურგს იცოდეთ, აი ეს დაიმახსოვრეთ და მერე აი აქ იკაბენთ, აი იდაღზე. იცით რა არის, ამოდის წყვილები თქვენ შორის არის ბზარი, ეს წარსულის ურთიერთობა, ვიღაცას უნდა რომ აი ეს იმის ნიშნებზე იაროთ, იმის რატო აღარ აკეთებთ, რომ ეხლა აი თქვენ რო დადექით ფეხზე, მაგაზე გიждდება, ვიღაცა იყავით, ვიღაცა მამაკაცზე დამოკიდებული ან ქალზე და ეხლა გორები და პრიპიატსტვია, ანუ წინა აღმდეგობები თვითონ დაუდგა წინ და ეს წლები მიმდინარეობს და გიждდება რომ უიმისოდ როგორ ხართ, რატო სუნთქავთ, როგორ კი არა, რატო სუნთქავთ საერთოდ, ძალიან ეგოისტი ადამიანია და ეს დღემდე გებრძვით, რომ იცოდეთ, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებს. კი, შეიძლება პატარა რაღაცა მოქმედებები გააქვთ, მაგრამ მაგია მაინც ხო იცით, მაგრამ ვერაფერს ვერ იზავთ.
თქვენ უკვე დაცული ხართ და უკვე მიხვედით იმ ზომამდე დგახართ და დადგებით ფეხზე, რომ ეს ადამიანი თვითონ აღარ ექნება სურვილი და ჩამოგშორდებათ გოგოებო, ბიჭებო. აქ იცით რა არის? აქ ისევ აბრატკა წაუვიდა, უყურეთ, აბრატკა წაუვიდა პიროვნებას კონკრეტულად მამაკაც წაუვიდა თავისი შეკვეთილი აი ამ ადამიანზეა ხო კაცი დაჯდა ესე იგი გარიყვა, გაგდება, აი ეს სიბოროტე, მეხის ანგელოზე არის, იცით რა გველებით და თვითონ როგორიც არის და რასაც მიმართა, ისინი დაეწევიან და შეჭამენ, უკვე ჭამენ და უკვე თავისი ვინც მეგობრები ეგონა, ისინი დაესევიან და ისინი გაანადგურებენ და უკვე მიდის განადგურება. მეგობრებო, სიყვარულში გამართლება თქვენი საქმე, თქვენი ხელოვნება, თქვენი თუნდაც სადილს რო ამზადებთ, კარგად ამზადებთ, ყველაფერი კარგად მივა, გამოჯამრთელება, ნახე, ვისაც ოპერაციები გაქვთ, ვისაც თავიდან დაწყებული ფეხის თითებამდე გამოჯამრთელება, გზების გახსნა, ახალ სიტუაციებს მოიგონებთ, ძალიან კარგია. აქ გეუბნებით, რომ შიშიც ამოდის და ესე იგი ბავშვი არ აგრძნობს კარგად თავს ოჯახში, აი ესე მეუბნებიან, უსამართლობას ხედავს და იცოდეთ ზურგს შეგაქცევთ, ზურგს, ვინც ცუდ საქმეს აკეთებთ და აი ამას გეუბნებით და სხვის ოჯახში ერევით, დედაშვილობაში, მამაშვილობაში, ხო? მერე თვითონ შეგაქცევთ ბავშვი ზურგს, აი უყურეთ, ან გამოისყიდეთ და ლოცვებით და მიდით ეკლესიაში თუ არა და ძალიან ცუდად მოგიხდებათ აი ეს სიტუაცია შემოგიბრუნდებათ, რო იცოდეთ. მერე არა თქვათ რატო. ხედავთ რა კარტები გაიხსნა? გასაგებია. აქ ვიღაცა ცუდად ფიქრობს ამ წუთას და იცოდეთ უკან მოგიბრუნდებათ. მე სანთელსაც ვუყურებ, ტყუილა არ დავანთე. დავგრძნობ კიდეც. ხო, ბიჭებო, თქვენ სტრონზე დაჯდებით, ლომის ნიშნები უფრო, ცეცხლის ნიშნები და ლომი კონკრეტულად, ესე იგი, თქვენ სტრონს დაიკავებთ, ძალიან კარგად დაჯდებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს უკანაც არსებობს ცხოვრება და ცხვის ცოტა იმასავით, რა ქვია, ალფონსოსავით, ნუ გამოდიხართ, თქვენც ჩაიყავით ჯიბეში ხელი და ეხმარეთ ხალხს, თორე როგორც მოგცეს და აი ამ წითელ ხალიჩაზე ახვედი და დაჯექი ტრონზე, ისე წაგართმევენ. გოგოებო, ვისაც გინდათ და არ ახართ ურთიერთობაში, მოგეცემათ ძალიან ძლიერი მამაკაცი, დაგეხმარებათ თუნდაც არა მარტო სიყვარულში, ნებისმიერ სფეროში, აი როგორ იცით, არხანგელ მიხაელი აი თქვენთვის დგას, ამხედრებული ცხენით და ნამდვილად ესე იგი გვერდშია, ვინც შესთხოვთ და უკვე შეისმინა თქვენი თხოვნა ანგელოზებმა, მადლობა არხანგელ მიხაელს და არხანგელ რაფაელს აქ ამოვიდნენ წეღან რაფაელი დაჯდა. იცით რა არის? გაიყინება ის ყველაფერი სისტემა, რაც თქვენზე ისურვეს. უყურეთ, აი თოკებითაც, არა მარტო ვერბალური მაგია, არა მარტო ეკლესიური, აქ რაც გაყინვა იყო, გასხვისება იყო, ხო? აქ ესე იგი მოდის შერიგება მოდის და ეს კი აი შეიძლება გადაფრენა სხვა ქვეყანაში და დედამშვილი ნახოს, მამამშვილი ნახოს, ძმებმა ძმები, დებმა დები. მიხვდით ხო სიტუაციას, შეყვარებულები, წყვილები, ხო ხდებით არა? გაძლევთ სამყარო, რომ გადაფრინდეთ და დროებით და მოისიყვარულოთ და წარმატებები აღმაფრენა გაქვთ კი? ეს კაცი მე არ გამოვრიცხავ, რომ ესე იგი თვითონ უფალი დაგვიჯდა. ამინ, მადლობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გახარებაა და ამას ესე იგი თოკები, კვანძები, ძაფებზე, მეტალზე, ვინც ესე იგი წნავდა მაგიას, უკან მიუბრუნდება და უკვე მიუბრუნდა. ამინ. კარგით. ოღონდ იცით რა არის, გოგოებო, ბიჭებო, აზარტში რო შევედი, აღარ მახსოვს, ეხა მე-10-ია თუ მე-9-ია.
მაგრამ მე მაინც როგორც მახსოვს ისე ჩავატარებ და ესე იგი ესია საჭირო თუ დამატებით გავშლი მე-11-ს, ესია საჭირო. მე ხლა ამას ვთვლი მე-10-ეთ. იცით რა არის? დამარხეთ, ან შეიძლება კიდე მისტირით წარსულს, აქ შიში იყო, აქ იყო საგვარეულო წყევლა, აქ იყო და ნელ-ნელა მიეცემა გაწმენდებს, ან უნდა გაიწმინდოთ, მომმართეთ, ვინსაც ეს პრობლემები გაქვთ და მე დიაგნოსტიკაზე ჩემთან გოგოებთან, ბიჭებთან ნათქვამი მაქვს, მომმართეთ და გაგიწმინდავთ, დაგეხმარებით, ან კიდე უკვე გაიწმინდა, ან კიდე ეს იცით რა არის, ძველი წარსული ჩაფარგლეთო გეუბნებათ, აი დატოვოთ, უკვე აი ამ წუთას უნდა დატოვოთ, გოგოებო, ბიჭებო და გახვალთ დახმარება, დაგეხმარებიან, ძალიან დაგეხმარებიან. აი ესეც დახმარებაა სამყაროსგან, აქ რო ინფორმაციას მოისმენთ ნინიასგან, ხო? მოლაპარაკება შედგება, ახალ ადამიანს იპოვით, ახალ მეგობარს იპოვით, ვინც ჭრაკერვაში ხართ, ვინც ტანსაცმელს კერავთ, ხო? ან ვაჭრობაში ხართ, ან აი ნებისმიერი პროდუქცია, ხო? თუნდაც მე, ხო? მეც ხო ჩემი პროდუქტია, ხო, რიტუალები, ახალი გარღვევა, ვინც უკან გიკეთებდათ მაგიას, ისინი ჩაწვებიან აი ამ კუბოში, თან ყველა დაინახავს როგორი პრაზრაჩნია, ნახეთ, როგორ ჩანს, რომ ესე იგი ანარეკლი იქნება, აი შერცხვება, სირცხვილს აჭმევენ ერთმანეთს და უკვე ჩაწვება, უკვე აი ამ წუთიდან, ამ წამიდან და აი ასე იყოს და თქვენ გამოდიხართ, იგივე შობადობა, იგივე ორსულობა მაქვს, მე რიტუალი ორსულობაზე დაიხმარეთ, ღმერთმა შეგარგოთ, ამინ. იცით რა არის? გამონათება, ისევ მთვარე გეხმარებათ, ანუ რიტუალებში, ხო, მთვარეზე ვაკეთებ ძირითადად, ხო? ის ყველაფერი ნელ-ნელა პატარა ნაბიჯებითო გეუბნებიან, ქალბატონებო, წინ მიდიხართ, ძალიან კარგი. აქეთ კიდე ამოდის, ან დაორსულ, უკვე არის ორსულად და არ იცის, არც ამას არ გამოვრიცხავ. იცით რა არის? დიდ ქუშს მოჭრით, დიდ ქუშს, გოგოებო, ბიჭებო, უყურეთ, რამხელა სიმდიდრეა, უყურეთ. ძალიან დიდი სიმდიდრე ამოდის, ამაში თქვენი თავი გეხმარებათ, თქვენი თავი პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენ ესეთი მშრომელი იყავით და ჯადოებისგან, ესე იგი გაყინეს, აი კუბო, ხო, გაყინეს თქვენი შრომა, მაგრამ ნელ-ნელა გამოდიხართ და იმაზე მეტს დააგროვებთ ფინანსებს, ან ლატარიას მოიგებთ, ქუშს მოხსნით, ჯეკპოტს მოხსნით, უკვე აღარ გეცოდინებათ, ოღონდ კაი გაგებით, რაში დახარჯოთ ფული. ამინ. აქ ისევ რა არის, იცით? აქ ზემოდან გვეუბნებიან სამყარო, რასაც შრომობ ჩვენ ვხედავ და იმიტომ დაგიფასდება. ოღონდ კარგ საქმეში გაეცი, მერე ისევ თანხები, მაგას გეუბნებიან, მიხვდი? ასევე წადი იმოგზაურე გეუბნებიან, ნახე ქვეყანა თუნდაც საქართველოში, ხო, რამდენი კარგი ადგილები გვაქვს, ხო, წადი დაისვენე, აგერ ახალი ამბები, კარგი ამბები მოვა, მეგობარი მოვა, პიროვნებები, კარგ ერთი ვინც გღალატობთ, მიხვდებით, ანუ პიროვნებები თავის სახეს გამოაჩენენ, მიხვდით? ერთი ნორმალურია და ერთს უკვე მიხვდებით და ფრთხილად იყავით, მაიმუნი გიჭირავთ ხელში, ან ვინმე მაიმუნის წელშია დაბადებული, ამას მიაქციეთ ყურადღება, ან კიდე ესე იგი ისევ გეთამაშებიან, იმიტომ რომ უკვე დაინახეს თქვენი წინსვლა, მაგრამ ეს თქვენ როგორ იცით, ეს თქვენს უკან არიან და ნელ-ნელა ჩამოგშორდებიან, იმიტომ რომ დაიღლებიან, აი ამ რო არაფერი არ გამოსდით და აი ამ კუბოში ჩაწვებიან, ამინ, ამას აი ეს დავდებ მე, არ ჩანს, ხო, კაი, აჰა, ესე იყოს, აი ესე გამოჩნდება. დაიღლებიან უკვე, ხა ჩანს, ხო. აქ იცით რა არის?
შეიძლება რაღაცის სწავლა გინდათ, შეიძლება მანტია გაცვიათ, ხო, პროფესორი, დირექტორი, ბიზნესი, სასამართლო, პარლამენტი, ადვოკატი, მიხვდით ხო, ექიმი, აი რასაც აკეთებთ ხო, ნელ-ნელა უყურეთ, ძერწავთ, თქვენ საქმეს აკეთებთ, მაგიჩობთ, მაგია დავარქვათ ხო, რომ წმენდებს აკეთებთ ხო, გეუბნებათ რომ ესე იგი როგორც ნასტავნიკი, ანუ აი მე ხო ვარ შუამავალი, აი ეგ ვარიანტია. ან სამყარო გეხმარებათ, ან უკვე ჩემი ხელიდან მიდის თქვენი დახმარება, წინსვლა, მიხვდით? წინსვლა. და აი ნახეთ, ყოველთვის მარტო რო გგონიათ თქვენი თავი, არა ხართ მარტო და ყოველთვის ვიღაცა დგას თქვენს ზემოდან და გიყურებენ. ეს თქვენი წინაპარიც ამოვიდა, მინდა გითხრათ. კი. აი ნახეთ, ადამი და ევა. ესე იგი, ოდითგანვე ეს არის თქვენი წინაპარი, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო და გეხმარებიან, უფრო მამაკაცია თქვენი წინაპარი და ყველაფერში გეხმარებათ და აი ამას დასჯიან სისხლით ნათესავები, ვინც არიან, დასჯიან, რომ გებრძვიან და უკვე ისჯებიან თავიანთი გაკეთებული და თავიანთი შავი პირიდან წამოსული სიტყვები უკან უბრუნდებათ და ეს რომ უკვე იგრძნეს, შეიგრძნეს, ხო? ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთმანეთში ჩხუბობენ, უკვე რა ხდება? ისევ ხდება, რომ აი ეს ხო არ მიკეთებს, კი არ გიკეთებს, შენივე შექმნილი ნაგავი გიბრუნდება უკან. და იყოს ასე ამინ და ასეც იქნება, მე როგორც თქვი, ამინებზე ამინი. ხო, იცით რა არის? იქნება შეერთება, იქნება აყვავება, ახალი ურთიერთობა, ქორწილი, ისევ ვამბობ, შობადობა იქნება, დაინახავთ ერთმანეთს, გოგოებო და ბიჭებო, არა მარტო წყვილებში, საერთოდ ხალხს დაინახავთ, ვინ-ვინაა, თურმე ვინ ყოფილა და აი ეს გამოჯამრთელება, აი ეს ვინც მიგაკრეს უკან ზურგით, ხო, ეხლა თვითონ მიეკრებიან და შემოbrundit, უკვე დროა, შემოbrundit და იქნებით ერთად და იქნება გამთლიანება, ყველა მხრიდან იქნება გამთლიანება, ღამეც, ყველა დროში მიხვდით და კარგად იქნებით, შერიგება იქნება. აქაც უყურეთ ცრემლებს ვინც ღვრიდით, ეხა ისინი დაღვრიან ცრემლებს უყურეთ, თქვენ ფულში იქნებით, თქვენს ფულებს ვინც მოსტირის, ეხა თვითონ უფულოდ იქნება, ვინც აი გაორება მეთქი სარკეში, ან სარკეს მაგიას გიკეთებდათ, ხო? და ან კოპირებს თქვენს სიტუაციას, ხო? ან სამსახურში, ან ოჯახში, არ აქვს მნიშვნელობა, მეზობელიც იყოს, ეხა თვითონ გაიყინება, ეხა თვითონ დარჩება მარტო, მიხვდით? ძალიან რომ აღარავის აღარ ენდომება, ვერ გამოასწორებს საქმეს, იმიტომ რომ გებრძოდათ. ორივე სქეს, ან ერთმან ხო გებრძოდათ, დედაშვილი, მამაშვილი, ძმები, და-ძმა, შეყვარებულები, არ აქვს მნიშვნელობა, მიხვდით? ნათესავი, არანათესავი, აქ იქნება ქორწილი, ჩემო კარგებო, ახლა ამას მე სხვას ვერ დავარქმევ, აუცილებლად ბოლო კარტი მედიტაციაა და ძალიან კარგი. გოგოებო, განაგრძეთ, ისევ უკვე ზიხართ თქვენ სტრონზე, უკვე ზიხართ. ბიჭებო, თქვენ შეიძლება თქვენი დედაა ეს, არ გამოვრიცხავ, იმიტომ ეს ძლიერი ქალია, დაუჯერეთ, რასაც გეუნებათ, ან დედა ლოცულობს, ან თქვენ ლოცულობთ შვილებს, მიხვდით და განაგრძეთ თქვენი შემწეობით, გამოლოცვებით, აუცილებლად წინ წავა საქმე. გოგოებო, ისევ ამაღლებაში მიდიხართ, აი ამ თანხებით უყურეთ, აი ამ თანხებით მიდიხართ ამაღლებაში, უყურეთ როგორ და იქნება შორს წასვლა იქნება, კი, იმ კუნძულზე შეხვალთ, იმ ცისარტყელაში გახვალთ, ახალი ხალხი, ახალი სიტუაციები, გზავრობა, მოგზაურობა, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ძალიან შორს გარღვევები, მიხვდით? ვისაც შორს გაქვთ საქმე და ელოდებით ფინანსებს აუცილებლად მიიღებთ, აქ ხალი ელოდება და მიიღებს აუცილებლად, აქ უყურეთ თქვენივე და ჩემი დამაწყევარი, უყურეთ, ვინც საფლავებზე აკეთებდა, აი აქ ჩაწვება, უყურეთ, ხედავთ?
აი აქ ჩაწვევა. უკვე მირბის საშველად და ის ძალები გამოეკიდნენ. მე რა ვთქვი, ყოველთვის იცოდეთ ვის აძლევთ შეკვეთას და ვის რიტუალს უყურებთ ყოველთვის და თუნდაც გაშლებსაც სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგჯერ და ბევრმა არ იცის ხო ეხლა უყურებ ინტერნეტში და არ იცი ძალიან ხმას დააკვირდით თუ არ გესიამოვნებათ და ნეგატივს გაძლევთ გამოთიშეთ ეგრევე იმიტომ ის უკვე შემოდის თქვენში და გეწებებათ როგორც სუშნასწი და ლიარვები. ეს მამაკაცი ან შემსრულებელია, ან თქვენ ვინც გადაგეკიდათ, კიდე უნდა გასიამოვნოთ. აი ეს ნახე როგორ წავიდა. აი ეს ქალბატონი უყურეთ? არა აქვს მნიშვნელობა შემსრულებელია თუ ვინა, ეს ახალგაზრდა გოგოები. აი ესენი მიუბრუნდათ უკან, ნახეთ. აი ეს ქალი აქაც იმალება, სად დაიმალება. დაცვები მოეხსნათ და აღარ იციან რა ქნან, ერთ-ერთ სერიოზულ ადგილას გავუშვი მე ახლა ესენი. ამინ და გზების გახსნა, მზე სიყვარული, ურთიერთობა, მოგვარება, აბსოლუტურად ყველაფერში, ჩემო მეგობრებო, აბსოლუტურად ყველაფერში. ეხლა მე შევაერთებ აი ამ ტაროს, თუ ზედმეტია მომიტევეთ, თუ დააკლდა მომიტევეთ. ალბათ ესე უნდოდა სამყაროს და ანგელოზებს იმათ გარეშე და უფლის გარეშე ხო იცით არაფერი არ ხდება. უბრალოდ მე ერთხას ამოვყრი კიდე და როგორც საჭირო იქნება თავბრუ დამეხვა. სერიოზული ენერგეტიკებია მეგობრებო, საათი და 13 წუთია, 14 წუთია. ალბათ აი გადმოცვივდა, რაც გადმოცვივდა, დავდებ. ვაიმე ფენიქსი ხალხო, ისევ ფენიქსი, იგივე ტარო განმეორდა, იგივე დაწყვილება. ნახეთ მეგობრებო, ხო ვთქვი, რაც სამყაროს უნდა მეთქი, ის იქნება, გამორიცხულია. ნახეთ, ვინც გებრძოდათ, დედაშვილი, ცოლ-ქმარი, აბსოლუტურად შერიგება იქნება. ხედავთ ხო? შერიგება იქნება, დემონები უკან დარჩებიან, მაგრამ განაგრძეთო ურთიერთობების გაწმენდა. აი აქაც მოლაპარაკება წყვილებში, ქორწილი, რაღაცა დიდი გრანდიოზული საქმეების გამოსვლა, სადაც ბევრი ხალხია, მიხვდით? და ახალ მეგობრებს შეიძენთ, აი მეგობარიც, რო არ გიღალატებენ, მიხვდით? ფენიქსი ამოვიდა ხალხო, ისევ იგივე ტარო განმეორდა, თვითონ გადმოხდა. ესე იგი ეს ჩქარობს, შეხვედრები, ჩახუტება, ყველაფერი კარგი, მაგია დაჯდა თვითონ, სამყარო დაჯდა ხალხო, ამაზე მეტი მადლი რა უნდა იყოს. მადლობა უფალო, მადლობა. მე ხა ტრანსში რო იგივე ტაროები ხალხო, თქვენს წინა მერთო დალოცვილო, ნახეთ, თქვენს წინ ვჩეხავ, მეგობრებო, ეს უნდა ესე კარგად გაჩვენოთ. აქ აი ისევ რომ აქ არის შეიძლება დიდი ხანი წლები ელოდებით რომ განვითარება მიეცეს რაღაცას, მაგრამ არ ხდება, მიხვდით და აუცილებლად იქნება ეს მესმისო კიდე გადაეციო, ესე იგი ეს ვიღაცა სჭირდება დღეს ჩემგან, ანუ დღე იქნება, როცა ჩართავ ჩემო კარგო და არინერვიულო დაგიფასდება, შვილებთან შეხვედრა გინდა შეხვდები, ჯანმრთელობა გინდა გექნება, მისტირი ხარ წარსულს, მისტირი ხარ, შენი შრომა, აი მიწასთან, რასაც შრომობ, ხო, რეალური ხარ, რეალური ფიქრები გაქო და ჩვენ უკვე გისრულებთ ამ ფიქრებს მაქსიმუმ 2 თვეშიო, აი ესე გეუბნებიან 2 თვე ნახევარში, მაქსიმუმ თვარის ციკლი გითხარით. ხო, აქ ის ბუმერანგი წაუვიდა, აქ უფრო შვილიშვილს ვიტყვი, პატარა ბავშვია, შეიძლება აქ რაღაცა განხეთქილება არის და ესე იგი ეს ქალი ისევ მოულოდნელად აუჯანყდებიან, ბავშვების თემას ეხება, აუჯანყდებიან, ესე იგი სამართალი პურს შეჭამს, სამართალმა პური ჭამაო, დიდი ბუმერანგი წაუვიდა თქვენს
მტერს მითხრეს და აქაც კიდე უყურეთ, როგორი ლამაზიც ხართ, როგორი მშვენიერიც ხართ, ხო? იგივე იქნებით, თქვენ ხართ პრინცესა, იმპერატრიცა, აი ყველაფერი მიხვდით, დამაქალი, ასე ვთქვათ რა, უკვე დაჯერებული ხართ თქვენ თავში და თქვენი ძალები, თქვენი ყველაფერი, ხო, გიბრუნდებათ უკან. ვაიმე, ესე იგი შემაზანზარა კარგად, ეს რა კარგი რაღაცაები ამოვიდა. მადლობა ფენიქსს და მადლობა სამყაროს. აბა კიდე დავამატო მეგობრებო. კიდე რა დაბოლოებები და განვითარება ექნება. განსჯა იქნება, თქვენი არა. ეხა ეს კიდე განმეორდა, განსჯა იქნება, ძალიან სერიოზულად დაიჯებიან თქვენი მტრები, მეგობრებო, ტარო გახსოვთ, ხო? სერიოზულად დაიჯებიან თქვენი მტრები, მინდა გითხრათ, ვინც თქვენზე ზურგს უკან, წყევლა, მოწყევლა, ჯადო, დაბრკოლებები და უკვე აღარ მოგერიდნენ და მოგიახლოვდნენ, ხო? და გებრძვიან უკვე ესე იგი გაფართოებულად და უკვე პირდაპირ გაგრძნობინებენ და განახებენ, ხო? სხვათა შორის მე მინდა ვთქვა ეს თემას ვეხები ჩემი ვიდეო შორტებში მოკლე ვიდეოები რომ აქვს წაიშალა ჩემი ვიდეოები მეგობრებო ეს გამიტეხეს მე ვინც პაროლი იცის და წამიშალეს მიხვდით ხო ნუ რა თქმა უნდა მე უკვე მივხედე მაგ საქმეს მაგრამ ნუ გონია ჩემო კარგო რომ მე ვერაფერს ვერ ხვდები უბრალოდ გაცდი სადამდე იმაიმუნებ ასე ხო აი უყურე და შენ გიბრუნებ აი ამ ყველაფერ ცეცხლს და ვისაც აი ესეთი სიტუაცია გაქვთ აი ამ წრიდან გამოდიხართ და თვითონ ჩაე ისევ თვითონ ვისაც შესთხოვა ხო ეს ეხლა უკან მოუბრუნებს აი ამ ყველაფერს აქ ისევ სასამართლო პროცესი ისევ ვიზები ისევ გრინ კარტები ისევ სხვა ქვეყანაში ხელის მოწერა მაღალი თემები აი რაც საბუთს და ფულს და ფურცელს ეხება ბილეთის ჩათვლით და ჩეკის დაწყებით აი ეს განვითარებას მიეცემა და ისევ სიახლეები ჩქარი ახალი ამბები ისევ არხანგელ მიხაელი დაილოცოს მისი სახელი ამინ აქედან გამოხვალთ ვინც ესე იგი თქვენი მტერი მოდი ესე ვიტყვი ვინც ჩაქსვათ ეხლა თვითონ ის ჩაიკეტება გალიაში ნამდვილად ციხეელოდება არა აქვს მნიშვნელობა გოგოა თუ ბიჭია პრობლემები აქვს უკვე დაწყებული აქვს სასამართლო პრობლემები თანხებთან დაკავშირებით ვალთან დაკავშირებით აი რაც თქვენ მოგპარეს ისევ უკან თვითონ ამ ცეცხლს ვერ გადაახტება ამ ცეცხლში დაიღუპება დაიფერფლება ვერ შევა იმ ჯოჯოხეთის ტუნელამდე ვერ მიაღწევს იმიტომ რომ კუც მაგიურია ეხა თვითონ ეს ყველაფერი დაბრკოლება შენელება შეუშლის ხელს აი იქამდეც ვერ მივა მიხვდით რომ ესე იგი შევიდეს იმ შაუბნელ ტუნელამდე და თქვენ მტრებს ჩემ მტრებს გენოცვალე ისევ აი ეს ელოდება აი თქვენს წინ ამოვიღე ამინ და აქ არის კიდე იგივე ესე იგი დღეს უნდა გაგეგოთ რომ მაისიდან 5 მაისიდან დაიწყება თქვენი ესე იგი განვითარება ვაჭრობაში, მოლაპარაკებაში, რაღაცა უდანაშაულოდ გოგონას ასამართლებენ აქ, მაგრამ ქალი გეხმარებათ, ქალი შეიძლება მეც არ გამოვრიცხავ, ახალ გზას გიჩვენებთ და აუცილებლად კარგად გადაწყდება. მოკლედ მეუნებიან რომ ერთი კიდე უნდა დავამატო. გონი საინტერესო იყო ძალიან მეგობრებო გამოიწერეთ ჩემი არხი ჩემი რიტუალები და ჩემი გამოწერები გაშლები მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის არის და ჩემი გამომწერებისთვის ხო ასევე ნომერზე მომწერეთ და ანგარიშის ნომერს მოგწერთ
და მერე თუ გინდა ჩარიცხეთ აპარატიდან, მაგრამ აპარატიდან აკლდება და ის თან ხარჯდება, რაც უნდა გამოისყიდოთ. ნუ გეზარებათ ადექით და ანგარიშის ნომერი გამომართვით და ჩარიცხეთ ნორმალურად, რომ გამოისყიდოთ. აი ეს წარსული თქვენი მტრები აი აქ უნდა დავტოვო და მე და თქვენ უყურეთ ახალი, აი იმიტომ მითხრეს ამოიღე, ესე იგი ძველი კარების რაღაცის დახურვა გვაქვს, ნეგატივი, პორჩა, წყევლა, კრულვა, მიწყევლა, თვალი, გიპნოზები, მენტალური და ვერბალური მაგია ჩავდოთ აქ, ხო? კუკლავუდები, ასევე რაც იწუნება და რაც არ იწუნება, ისე თოკები, კვანძები, ყველაფერს ჩავდება აქ, მოკლედ, შავი პირიდან, შავი წიგნიდან ნაკითხი, ეს იგივე რიტუალია, ამინ, იქ წავიდეს და აღარაცოდეს არ მოვიდეს და ესე დაიკეტოს ჩემი და თქვენი მტრები და ჩვენი ნეგატივი და გარდაქმნა მოხდება, გარდასახვა ჩვენ ცხოვრებაში, ძველი კარები დაიკეტება და ახალი შემოიღება, ამინ და ამით კიდე ახალ კვერცხი, ახალი დაწყება, რეალიზება, რაშიც გვინდა აბსოლუტურად, იმაში გვექნება წარმატება, შვილები, შვილიშვილები, ჯანმრთელობა, შვილობილი ბიზნესი, შვილობილი წამოწყება, ხო, ნებისმიერი ურთიერთობა, ახალად დავიბადებით აი ამ წუთიდან და იყოს ასე, ამინ, ამინ, ამინ. მეგობრებო, დამელოდეთ, ავიღო, ეს სხვანაირად ვერ გამოდის. თქვენთან იყო ნინია, რომელსაც ძალიან უყვარხართ. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო და სერიოზული გაშლა იყო და დროებით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.